უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი ფონდი, რათა საჯარო მოხელეები და პატიმრები დაცული იყვნენ. მინდა მივიდე ბიზნესთან და ვუთხრათ, რას ველოდებით მათგან. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა ერთობა, რათა ევროპელ პარტნიორებს გზავნილები მიეწოდოთ. ასევე, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არჩევნები დაინიშნება და არ გამორიცხავს, რომ ის თავად ოცნებამ დაანიშნოს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პარტნიორებთან მოთხოვნაა დაეხმარონ ხელახალი და დაცული არჩევნების მომზადებაში, რათა არ განმეორდეს მანიპულაციები. საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება 3+3 ფორმატის ხდომათა დარბაზში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქართულ მხარეს დაუდასტურეს, რომ კარი ღიაა. ლავროვის შეფასებით, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეყრდნობა. ომი აიძულებს ხალხს აირჩიონ მხარე და დონალდ ტრამპი, როგორც ევროპაში ბევრს ეჩვენება ვლადიმერ პუტინის მხარეს დგას. ამის შესახებ გამოცემა პოლიტიკოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული. გამოცემა წერს, რომ თუ არსებობდა რაიმე მუდმივი ეჭვი ევროპაში მტრების შექმნისთვის, დონალდ ტრამპის მზაობის შესახებ მან ეს დაასრულა სამშაბათს ღამით, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომის დაწყებაში დაადანაშაულა. 3 წლის წინ პუტინის არაპროვოცირებული შეჭრის ფაქტის ასეთმა უხეშმა დარღვევამ შოკში ჩააგდო რეგიონში ამერიკის ყველაზე ერთგული მეგობრებიც კი. აღნიშნულია სტატიაში. პოლიტიკო წერს, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის შემდეგ თეთრი სახლის ახალი ბინადარი პუტინის მხარდასაჭერ განცხადებებს ახმოვანებს. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სამშაბათს საუდის არაბეთში ამერიკასა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს მხარეებმა განიხილეს ურთიერთობის გამაღიზიანებელი ფაქტორები, რომელიც უკანონო ომის საპასუხოდ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოიცავს. ბრიუსელში ახალი რეალობა ჩნდება, ამერიკა უბრალოდ ჩვენს მხარეს არ არის, წერს პოლიტიკო. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორს არის, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს ეს არ მოხდება. CNN-ის ინფორმაციით, მაიამიში მომავალი საინვესტიციო ინიციატივების ინსტიტუტის სამიტზე ტრამპმა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა. სწრაფად მოქმედებ მთელ მსოფლიოში ომების დასასრულებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად და პლანეტაზე მშვიდობის აღსადგენად. მე მინდა მშვიდობა და არ მინდა ვიხილო როგორ ხოცავენ ყველას, აღნიშნა მან. ამერიკის პოლიტიკა არ ეფუძნება რუსულ დეზინფორმაციას. ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა განაცხადა, რითაც უპასუხა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ დონალდ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. როგორც Daily Mail წერს, ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკი გააფრთხილა, რომ დონალდ ტრამპის საჯარო ლანძღვა მხოლოდ უკურ რეაქციას გამოიწვევს. ყველა, ვინც იცნობს პრეზიდენტს, გეტყვით, რომ ეს საშინელი გზაა ამ ადმინისტრაციასთან საქმის საწარმოებლად, აღნიშნა ვენსმა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ზელენსკი იღებს ცუდ რჩევებს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის თაობაზე. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კիր სტარმერი მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევიან და ამერიკის ლიდერთან დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა Fox News-ის ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში ამჟამად ვიზიტით ტრამპის სპეცწარმომადგენელი კიტ კელოგი, ხოლო ევროპის ქალაქებში ამერიკის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის საკითხებზე მსჯელობენ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლავე უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. საუბრის დრო აღარ არის, მოქმედების დროა. ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას. ნაუსედა ამბობს, რომ საჭიროა სასწრაფო დაფინანსება იარაღისთვის და 10 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის. ასევე რუსეთისთვის გაყინული აქტივების ჩამორთმევა და ტარიფების დაწესება რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ საქონელზე. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინის იძულებითი კაპიტულაცია მთლიანად დასავლეთის საზოგადოების კაპიტულაცია იქნება. არავის მისცეთ საშუალება თავი მოიჩვენოს, ვითომ ამას ვერ ხედავენ, წერს ტუსკი X-ის პლატფორმაზე.